ვახ შენგენა მოწინააღმდეგე იყო. მედი მაქვს მე მგონი ვინც არის. ვა. რა ბიჭო. რაღაც გადამკეტი მინდა აქ. ვერ გამონტაჟებ ვერასდროს. ანუ ვიღაცა რომ დავა მე და მე ვწვალო, ბაკა ნერვიულობ, შენ უნდა იწვალო და ინერვიულობ. აი მოდი შედი ხარ გაზდეს ყველა. საკაია. მოგესალმებით ბეტსონ სპორტზე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მერვეთ ფინალი იწყება, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან მესამე სეზონის ფინალისტი და პირველი და მეორე სეზონის გამარჯვებული ლეგენდარული ატო მაციკაძე. და მაგიდის დერბის დებიუტანტი თელავის შესარჩევის გამარჯვებული გამოცდილი და არაჩვეულებრივი მოთამაშე ილია შარმანაშვილი. მომავალი ლეგენდარული მოთამაშე. აბა ვნახოთ რა მოხდება დავითის და გოლიათის ამბავი არ დაგონათოს. არ ვიცი, შეიძლება ხო. მიეცეთ ნიჩსა გზაფართოს ითვლი და წავალ სახლში. ხო, რატომ არა. წარმატებას გისურვებ, როგორ შეგრძნება ხა აქ ძირითად ტურნირში, თავარ მაგიდასთან ყოფნა. ძალიან მაგარი. კარგია, თამაშიც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ. ორივეს გულში მოგკიურობთ, ორივეს წარმატებას გისურვებთ. ორივეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რთული მეტოქე შეხვდა ძალიან. აბსოლუტურად გეთანხმებით. დავიწყოთ პირველი რაუნდი სახელწოდებით 5-5-ზე, რომლის წესებსაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მაყურებელსაც და თქვენც რამდენიმე წამში. წავიდა. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებულის სახელი და გვარი ამოიტვიფრება აი ამ თასზე. ბეტსონ სპორტმა კიდევ ერთი პრიზი დააწესა. ეს არის ახალი მანქანა, ისევე როგორც გასულ სეზონში Citroen C3, ოღონდ უკვე Citroen C3 Aircross-ი, რომელიც გასული სეზონის პრიზისგან განსხვავებით ის თუ იყო ჰეჩბექი, ეს არის SUV. ძალიან კარგი მანქანა, ეფექტური ვიზუალით, ეკონომიური, ეკოლოგიური, ძალიან პრაქტიკული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპის ერთ-ერთი ბესტსელერი. Citroen C3 Aircross-ი, ახალი მანქანა Citroen ცენტრი თბილისიდან მეოთხე სეზონის გამარჯვებულს. წავიდა. ჩვენ გვინდა 5-5-ზე პირველი რაუნდისთვის თქვენ აირჩიოთ 3 თემა მოცემული 5-დან. 1-დან 5-მდე უნდა დაგვისახელოთ. დატო, 1 ციფრი თქვი? 5. 5. 1. კიდე მოთქვა 3. კი ბატონო, 5, 1 და 3. კენტები ვთქვით. კი ბატონო. ეს 3 თემა განსაზღვრავს პირველი რაუნდის გამარჯვებულს. მაშასე წესი ასეთია. თქვენ ორივეს თითოეულ თემაზე დაგირიგდებათ 5-5 ბარათი. 5 იდენტური, ერთი და იგივე ბარათი. და შესაბამისად იქნება კითხვა, რის მიხედვითაც უნდა დაალაგოთ შესაბამისად ეს 5 ბარათი პირველიდან მეხუთემდე. მოთხოვნის შესაბამისად როგორც იქნება. ყოველი ბარათი, რომელიც სწორ ადგილას იქნება, მოგიტანთ ერთ ქულას და შესაბამისად თემაში მოიპოვებთ გამარჯვებას, ხოლო თემა 3-ია, შესაბამისად 2 გამარჯვებამდე თამაშობთ. 2 გამარჯვება უკვე რაუნდის გამარჯვებულს გამოავლენს. დავიწყოთ. პირველი თემა. დაალაგეთ ფეხბურთელები ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით. ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით. ნაკლები მეტი ალბათ, ხო? ეს შენ. ესეც შენ. 5 ბარათი. შეკითხვა არ გჭირდებათ არაფერში. მე ის გადამრჩენია დაველოდო თქვენს სწორ განაწილებას. აი, ჰა. დაალაგდა ბაციკას. მგონი ეს აბა დარწმუნებული. ჩვენს თამაში დარწმუნებული არც უნდა იყო არც კითხვაზე. მორჩით, დავიწყოთ გახსნა. დავიწყოთ. პირველი, მოცემული 5 ფეხბურთელიდან ყველაზე ნაკლები მატჩი თქვენი აზრით ჩატარებული აქვს ნაკრებში. იმედია, რომ დავით ლუისი. მე მორატა. ლუისი, შენ დაწერე? მორატა. ავარ მორატას. უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ვიდრე დავით ლუისს. მორატას ბევრი აქვს ნათამაშები მახსოვს. კი ბატონო, მორატას 86, ლუის 57, ასე რომ 1-0. ხსნით მეორეს. მე ლუიზი მოკრა. ხოს მორატა. მორატა კარგია, ლუისია. თელი 2 ქულა დაკარგი უბრალოდ 2 ფეხბურთელის არასწორად დადების გამო. 2-0. მორატა ეს. მორატა მეორეა, კი. მესამე? ბექჰემი. ბექჰემი მესამე 115 მატჩით. რა თქმა უნდა, 3-1. მე მგონი ეს კიდე შანსი არის.
ეს არის ოტამენდი 126 მატჩით სწორია, 42 რა თქმა უნდა. ბოლოში უკვე ლენდონ დონოვანი იყო 157 მატჩით ამ მომენტისთვის. საერთო ჯამში ანგარიში გვაქვს 5-3. მხოლოდ პირველი 2 გადაგინაცვლდა, აი ასე უნდა ყოფილიყო და ის მოხდებოდა რაც მე მინდოდა. მახსოვს ეგ ჩარჩენილი, მაგრამ მორატას ძალიან ბევრი თამაში აქვს ნაკრებში ჩატარებული, იქიდან გამომდინარე რომ მორატაა, მაგიტომ. პირველი თემა მოიგე, ერთი ქულა გაქვს. შემდეგი თემა. თქვენ მოგეთხოვებათ დაალაგოთ მწვრთნელები ასაკის მიხედვით. ადვილი შეხვდათ. არა, ჩემს თავს ნახოთ ვინ იქნებიან და ნახოთ თავი. ნახოთ ვინ იქნებიან. ხო, მეც ეგ სამი. აი ილია წინ გაიჭრა დაალაგების ამბავში. თავი სწორი იყოს თუ. ეგ არ ვიცი. პირველი და ბოლო შეგეშალოთ ძალიან ბევრს ვიცი. პირველი არ შემეშლება ალბათ. მგონია, რა ვიცი. კარგი, დავიწყოთ გახსნა. ყველაზე ახალგაზრდა მოცემულ 5 მწვრთნელს შორის თქვენი აზრით არის მეც არტეტო მაქვს. ვაუ! არ გამოვიდა ის მე რაც მინდოდა რომ ბევრი მეცინა. ანუ სწორია. 10 წელს წინ დამთავრე კარიერა და რა ვიცი. კი ბატონო. 43 წლის ამ მომენტისთვის. აი ხა არის მომენტი გადამწყვეტი. ვინ მოსდევს ასაკით 55 წელი გეტყვით პირდაპირ. არა მე ტენჰაგი მაქვს. ჰანსი ფლიკი ტენჰაგის წინააღმდეგ. ფლიკი არის 61. ამას თმა აქვს, ამას არა აქვს. ფლიკის ასაკი მაქვს 61-ის საერთოდ. ხო. 60 წლის არის. კი ბატონო. და ტენჰაგი რამდენის არის, ეგ არ გასწავლს? 50-მდეა მე მოგწევს. არა. 55-ის, მაგრამ სწორად აწვია, სწორად. კი ბატონო. მე აქ ტენჰაგი 1-0 ეყოლება. ახლა უკვე ეს შეცდომაა შესაბამისად და შენ გიყენია მესამე ადგილზე ლუჩანო სპალეტი. ლუჩანო სპალეტი დააფენე მესამე ადგილზე. არც ერთი არ არის სწორი. შენთან უკვე არის სწორი. გავარკვიეთ რა ტენჰაგი მეორე ადგილზე იყო და შენ მესამეზე ყავს, ხოლო სპალეტი არასწორ ადგილას აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. 66 წლის არის სპალეტი. მეოთხე ადგილზე უნდა დოსტორი. შესაბამისად შენი არასწორია უკვე. სპალეტის ადგილი იყო მეოთხე 66 წლით და 1-1 გახდა და ბოლოშიც რა თქმა უნდა მარსელო ბიელსა. ანუ საერთო ანგარიში ამ თემაზე ჩვენ გვაქვს 3-3. ფრედარჩა ჯერჯერობით გიგებს. ბატონო. ეს აი. დიახ ბატონო. ამაზე ვფიქრობდი ეს ორი მქონდა დარჩენილი ბოლოს და ვფიქრობდი რომ ესე დამედო რა, დამედო. ყოველ როგორც ვიბარაუდით გასაჭირი მანდი იქნებოდა 55-სა და 60 წელს შორის. დარჩა 1-0. თემა მესამე. დაალაგეთ წაგებული ფინალისტები წლების მიხედვით. წაგებული ფინალისტები წლების მიხედვით. აჩინა რა არის? რისი ფინალისტებზე ლაპარაკი? რომელი ტურნირის? ეგრევე მიხვდებით, არც უნდა თქვა, მაგრამ ახლა ფინალისტები წლების მიხედვით. ინებეთ? ვინც უფრო წააგო? მე მგონი ადვილია ეს. ჩემი აზრით. ნახოთ მაინც. იმიტომ რომ ფინალები იცით. თუ რამე ზეპირად იცით, ყველაზე მეტად შეიძლება ალბათ ფინალისტებს ვენდოთ და შესაბამისად წაგებულების გახსენებაც არ შეგეშლებათ. ხომ სოფლიო ჩემპიონატებია. არა, გაკეთო შენ. არა, სამხრეთთან ბრაზილია ხო არის და ბრაზილიას ხედავთ მანდ რა. არა, ეგ ევროპა მსოფლიო არის, ნაზავი თქო მაგის. ჰიბრიდი. ახლა ეს დარჩა. ეგ არის რა მე მგონი, მაინც გადავუმწ. ყოს ძველი ხო რაკეტ არის და. სულ მსოფლიოა, კიდასტური. ყოს ძველი ეს არის და. დავაგდით. ჩემი აზრით. კი. ეს წუთი გადავუმწ. მე მგონი ფრა იქნება აქაც. ნახოთ. ისე კატოს სადმე ფეხი წაუბორძიკდა. პირველი არ უნდა იყოს აბორძიკამა, მე მგონი ეგ არის, რა კარგი, კივეძე. თქვენ ეს ყველაზე ადრე მოცემულ ხუთში ყველაზე ადრე ფინალი წაგო ვინ? იტალია. იტალიას ფიქრობ. კივეძე რივერა, მაგრამ ვერ მოვიდა ფოტოში. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. ანუ მე რივო დავინახე და მაცულა. 1-1. ხო. შემდეგი ამდეგი არის 1978 წლის ჰოლანდია. 78 წლის ჰოლანდია გაქვთ ორივეს შემდეგი? კი. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო 3-1 წაგებული ფინალი არგენტინასთან. მე არის 86-ის გერმანია. რა თქმა უნდა, სწორია ესეც არგენტინასთან წაგებული. შემდეგ ვინდით მოხდა კი ბატონო? 4 წლის მერე და შემდეგ ბრაზილიამ, დიახ, ასე იყო ზუსტად 3-0 დაამარცხა 98 წელს საფრანგეთის მიერ მოგებული ბრაზილიასთან შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი. მაგრამ ბიძინა ბარათაშვილის პასუხია ყველაზე კაი. რაო?
ბრაზილიამ გაყიდა. გაყიდა უკეთესი რა იყიდა. დაიყიდა. გაყიდა. 5-5 ამ თემის ქვეშ ეს ნიშნავს რომ საერთო ჯამში 1-0-ით პირველი რაუნდი ტატომ მოიგო. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. მარათონი პატარა ცვლილებით, ამასაც გეტყვით. ვა. ედოშ. პირველი რაუნდის შემდეგ 1-0 ანგარიში ტატოს სასარგებლოდ შესაბამისად ტატო აირჩევს მარათონისთვის ერთ ციფრს, რომ ავირჩიოთ პაკეტი მარათონის სათამაშო. 1 და 5-მდე. 3 იყოს. კარგი ბატონო. იყოს 3. მარათონში თქვენ შეგხვდათ ვინ არის გამქრალი კადრიდან. თქვენ მოგეცემათ, მაინც ცირე გადმარტებას გავუკეთებ. ცნობილი ფოტოები, ცნობილი ფოტოები და ვიღაც იმ ფოტოზე გამქრალი იქნება. შეიძლება 2-3 პერსონა იყოს და ერთი გამქრალი შეიძლება. ერთი იყოს და უკან ვიღაც ხვები ჩანდნენ და გამქრალი. მეტნაკლებად ეს ფოტოები ცნობილია. ცნობილია. ხო, კიდევ ერთს გეტყვით. მუნდიალის ფოტოებია სულ. აჰა. ყველა ფოტო არის მუნდიალიდან. დავიწყოთ. ხარ რომელი მუნდიალზე მომყოფი? მე არა. კაია. უკვე კაია, ანუ 86 მახსოვს პირველი მე რაც ვნახე. ბუნდონად, მაგრამ რაღაც დეტალები კარგად მახსოვს. აი მარათონში ხო იცი? და რაღაც გადამკეტი მინდა აქ. ვერ გამონტაჟებ ვერასდროს. ანუ ვიღაცა რომ დავამატე მე და აი მე რომ წვალო, ბაგა ნერვიულობ, შენ უნდა იწვალო და ინერვიულობ. აი მუდმივ შედი ხარ გაზდეს ყველა. საკაია, ეგეც უნდა იყოს. და კიდევ ერთი. რა ურას იცახდი? წეგან დაგპირდით ახალი წესია მეთქი და არც გაინტერესებთ რო გითხრათ. ხო, ой. ახალი წესი დამატება. შეგიძლიათ ერთმანეთს ქულა აართვათ. ვაი. თუ ვერ გამოიცნობთ, გადაეცემა მეორეს და აქვს შანსი რომ წაართვას. ეს კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას, ჩემი აზრით. კი ბატონო, გეთანხმები მეც. მაშინ დავიწყოთ. დავიწყო? მიდი. ბაბა, წინა გამარჯვება, რაუნდში გამარჯვება უნდა იყოს. მე. აი, წესი დამკვიდრდა უკვე? აჰა. და რომელს იღებდი ამა? უი. აი, ეს არის რომარიო. მანდ არის გამქრალი რომარიო? ეს გამქრალში ეს გულისხმობა, ხო? კი, თავისთავად ცხადია. ხო, ესა რომარიო, რომელმაც გოლი გაუტანა შვედეთს ნახევარფინალში თავური დარტყმით. ერთადერთი გოლი. 1994 წელს. სწორი პასუხია, მიითვალე. ერთ ქულა აქვს. ეს მარტივი შემოხდა. ხო, მე თუ მოვისმობ. კაია, ვაიმეო. ნახი მაქვს არა და. აუ, თვითი. ის არის ქვია, ვინ გააძევს ფინალში ჩემი. ვინ გააძევს ფინალში კი არა. იმინ მოჩეხა მაგრამ. არ ვიცი, მათეუსი იყოს. მათეუსი არ არის ეგ. გადაეცემოდი დამდეგეს ბარათი და მიპასუხოს. რა უნდა გიპასუხო, ვინაა გამქრალი? მე ვინც წევს სტაფილოს. ვინც წევს? ადამიანია. კი, არის, ახალია გამქრალი. ჩემი გაი. კაი, რუდი ფელერმა პენალტი აიკიდა და ახლა წითელიც მაგაზე ხარ იქნებოდა და იყოს იურგენ კლინსმანი. სწორია, კლინსმანის ორი პასუხია. დაგეხმარე მის ჩემპიონატში? თუ არა? არა. მათეუსი რო გამოგირიცხა? საერთოდ აფერად თქვა ეთყოდი. თავდასხმოს ვაპირებდი, ან ფეოლერი უნდა მეთქვა კლინსმანი და ფეოლერი მარტო იმით გამოვიცხე, რომ პენალტი აიკიდა და ახლა ორივე წითელი არ მეხსოვებოდა. ფეოლერმა კაცი გააგდებინა და ფეოლერმა პენალტი აიკიდა, მეხსოვებოდა და რა ხანდის მაშინ აიღე შემდეგი ბარათი, ორი ფულა გაქვს. ნუ ეს წესით უნდა იყოს მარიო კემპეს. რაზე ვიყავ? ჰოლანდიასთან ფინალია 38 წლის. ყველაფერი სწორია. ჩათვალე. ჩენჯერია. ერთი წასართმევით გაქვს, თორე ვერ დაეწევი ისე. აუ ეს ვისაც მე ვფიქრობ. რონალდო ნაზარიო? აბა რა მიგიყვანა მაგა. გოლს აღნიშნავს და კანი წევს დაკდებული და ვი განადგურებულია მორალურად და ოლივერ კანი წევს და რონალდო ალბათ გოლს აღნიშნავს. ბიჭა, სწორი პასუხია, მიითვალე. 3-1. ნომერი 1. ეს არის შემთხვევა, როდესაც ეს კაცი მართლა გააქრეს. ეს არის აიალა. სწორი პასუხია, რობერტო აიალა. ეს მარტივია წესით. 17 ნომერი
ეს უნდა იყოს Robin Van Persie. Yes, სწორია. აი, მიფრინავს ეგ არის? კი ბატონო. გითხარი ცნობილი კადრებია მეთქი და. შეიძლება მარტივებში რომ შედარებით და ეხლა რაღაცა თულსავი აქვს. ვახ, შეგერი. ნომერი 9. ლეო მესი. ნომერი 9? ლეო მესია ეგა? სიახლე მესი. არის. აშეში. იმდენად დარწმუნებული იყო რომ ვერ შევაში. თოთ? 60-იანებს აიღე რამე ბიჭო. ესეც მარტივია Luis Suarez. Luis Suarez. სწორი პასუხი. ეგ უნდა რომ ეგეც იქნებოდა. გაჭირდა არიქა. არიქა. უი, ლილიან ტიურამი კაცო რა გაჭირდა. გაჭირდა არა ისა, მითვალე. ესა ხორვატიასთან თავი. ესე რომ დაჭირდა. პიკავს. კიდე როგორ დაჭირდა. ახლა ფინალში სოფლიო ჩემპიონატი. ესეც მარტივია Rivaldo. 12? კუთური საალთარო წევს. ირო ისიმულიანტა და ვითომ რომ მოკვდა ყველაფერი სწორად გასულს. არაფერიც არ დაიმართ. მითვალე. წურავ. ესეც მე ვასებოდა ეს ტიპი ძალიან. ბრაიან ლაუდროპი. კი ბატონო, წამოწოლილი მხარდაჭერზე. ბრაიან ლაუდროპია. წამოწოლილ ხალხში გავარჩენ. ბატალი არ. მაგას ვცნობ. აიალა ამჟამად ჩანს. ამჟამად. ის ხარ არის ზანეტი რომ გოლი გაიტანა ჯარიმეთ იმასთან ინგლისთან ზანეტი ხარ არის და ფარული შემთხვევით. ზანეტია შენი პასუხი? მე ასე ვფიქრობ. არა. არასწორი პასუხი. გადაეცი. ინაღამ თქვი ვინ არის. ზეგან ვამბობ, მე მეგონა რომ ეს იქნებოდა გამქრალი, შამოტი. ხო. და ინაღამ თქვი რომ ოუენის გოლია თქო და დავეხმარებოდი კიდე კაი. დავიწყე ზეგან თუ და ამო შენი პასუხია? მაიკლ ოუენი. სწორი პასუხია, მითვალე. დანირებ. ახშება დავკარგო ეს. არიქა. ვა. ბაპე. არასწორი პასუხია. გადაეცი მეგობარს. მანჯუკიჩი ანუ არ ვიცი არ მოხერს. საბოლოო პასუხი რა გაქვს? მარტო ეგ ვერსია გაქვს, მეტი არაფერი? მანჯუკიჩის უპასუხია. მეტი ვერსია არც გაქვს და იყოს მანჯუკიჩი. შეიძლება არის. სწორი პასუხი არის 2018 წელი. ხორვატია. მარიო მანჯუკიჩი, არტო ერთი კულა. კაროჩე რა. რა ნომერია? სამთარსატო. 6. 60-იანები აიღეო და 70-იანები და თული მოვიდა. კი ბატონო. კი ბატონო, ეგ არის. ვიღაც არ ვერავისაც ვერ ვიძახი რა ნუ ვერა კარგი გადაულოცე მეგობარს რომელი წელია? 66-ია კაცო. მართლა? ხო. ფინალია 66 წლის. ეს წესტმა იყო ჯეფრი ჰერსტი. ჰეტ-ტრიკის ავტორი ჯეფ ჰერსტი. ის გოლი არის რა, სწორი პასუხია. გოლი რო არ არის ან არის ეგ მომენტი. მითვალე. ნახეთ 9-ით 5 ანგარიში ბარათი არის 4 დარჩენილი. თეორიული შანსი არის 2 შენიაღება აიღო და 2 იმან ვერ აიღოს და შენ აიღო. და შესაბამისად დაეწიო და გაუთანაბო. ნახოთ ეს თქო. შენიაღება. ერაიღებს. მე ვიცი. ეს 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. და იოჰან ნეესკენსია ფოტოზე. მე აღმოჩნდი მცდარი. როცა გავაკეთე პროგნოზი რომ ვერ აიღებ და მოგებულია ბარათონი, შენ მიერ ეს სწორი პასუხი იყო, დაგვრჩა 3 ბარათი უქმად და საერთო ანგარიში 2-0. ნახოთ აბა ერთი თუ შეიძლება. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სანამ დარჩენილ ბარათებს ნახავენ. პაპა კარლოს 5 იგივე წესებით. წავიდა. კიდე კაი. მესამე რაუნდი. პაპა კარლოს 5 უცვლელი წესებით და მდგომარეობა კრიტიკული. 2-0 იგებს სტატო. შესაბამისად ორივე შემდეგი რაუნდი მოსაგები გაქვს, რომ თამაშში დაბრუნდეთ და პენალტების სერიაზე გახვიდეთ. დავიწყოთ? დავიწყოთ. ჯერ მოდი გავიაროთ თემები. ტარანტინოს პერსონაჟები მოედანზე, ჩემი ფავორიტი, პაკეტი. კიოსკის კროსვორდის კითხვები, აბსოლუტურად გაუგებარი და მოუცნობიერად თემის კითხვა მოგივათ აქედან. კეთილი არსებები გუნდის ლოგოზე, აფრიკული ფესვები, ჩვენი ეროვნულის გეოგრაფია, სკოთური კოზა ნოსტრა, ემიგრანტის სიმღერა, მიულერების დინასტია, კალჩოს კაპიტნებიც ძალიან პირდაპირ გვეუბნება, რაზე იქნება საუბარი, დამხმარე მწვრთნელებიც აბსოლუტურად არ არის საჭირო რომ ავხსნათ რას ნიშნავს.
დავიწყოთ, თამაშობთ 10 ქულამდე მოსაფიქრებლად 10 წამი, მოწინააღმდეგეს 5 წამი იმ შემთხვევაში თუ თქვენ პასუხს ვერ გასცემთ. ტატო დაიწყე. მიულერების დინასტია იყოს, მოდი აბა. ვიწყებთ მიულერების დინასტიით. სოფლიოს ჩემპიონატი ორი ეროვნულის ფორმით სამ მიულერს აქვს მოგებული. გითხარით ეს ორივე ნაკრები. როგორ? შეკითხვა და 10 წამი. ორი იცი? გავიდა დრო? ორი ნაკრები უნდა თქვა? დიახ. გფრ და გერმანია ალბათ, რა. ამით. ვინდავი? გერმანია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ორი სხვადასხვა ნაკრების. ორი სხვადასხვა ნაკრებია. ეს არასწორი პასუხია. ეხლა მივხვდი. 5 წამი? დევილი ვარ. ეხლა მივხვდი, რა არის კითხვა. გავიდა 5 წამი? დევილი ვარ. გაქვს ვერსია? არა, ვერ მივხვდი არ ვიცი. ვერა. გერმანია და ბრაზილია. ბრაზილიაში მიულერები ხო იყვნენ სამი. დიახ ბატონო, დიახ. ძალიან გვიანი. დაუნცნაურად იყო კითხვა რა. რატომ სოფლიოს ჩემპიონატი ორი ეროვნული ფორმით სამი მე ვიფიქრე რომ ერთ ტიპს აქვს ორი ნაკრებით მოგებული რა მაგაზე წავედი და გავგიჟდი გინდა რა თქვა ანაიგად. მე მივხვდი 10 წამი რო გავიდა მე და შეკითხვა ჩემთან დარჩა. მიულერების დინასტიას ჩავაბრუნებ ძალიან მეეჭვება რომ ხა შენ ეს აირჩიო, მაგრამ თუ აირჩიო ისევ თავიდან ამოვიღებ რა მენაყოლება მიდი. მოდი ტარანტინო. ტარანტინო, კარგია, გამიხარდა. მაკულატურაში ჯონ ტრავოლტას ვინსენ ვეგა ყველას გვახსოვს. მაგრამ რა ერქვა ტოტენჰემის იმ შვეიცარიელ ვეგას, რომელმაც სპორტსთან ერთად 1999 წელს ლიგის თასიც მოიგო. რა ერქვა იმ ვეგას? 10 წამი? რა ბიჭო? EFL Cup-ს მომვიგამ. გავიდა დრო. ვისე ვეგა, მაგრამ ფაბიანი არ ერქვა. აბა შენ ცადე რამე ესე ზოგადი 5 წამში რაც მოიფიქრებ. აზრზე რაფაელი. ფაბიანი და რაფაელი მშვენიერი სახელებია, მაგრამ ჩვენი კითხვის პასუხი არ არის. ეს იყო რამონ ვეგა. არ გაგიგიათ რამონ ვეგა? რა ვიცი. რამონ დიასი ვიცი მე. დარჩა ეს შეკითხვა ჩემთან. რა გჭირთ თქვენ? რამონ ვეგა ბიჭო. რამონ ვეგა ტოტენჰემ, ანუ ტიპის მიღწევა, რომ ტოტენჰემში ლიგის თასი აქვს მოგებული, მაგაზე მერე ტოტენჰემში ლიგის თასი აქვს მოგებული, მეტი რა. რადგან ვიგარი. აი რა კითხვა. არ არის მიღწევა ვერ გავი. ბიჭო, მოაშორე პაკეტი. თუ ეთებია დანარჩენიც? შემდეგი? ამინდა ძმაო, არა. აი. სკოთური კოზანოსტრა მომეცება, ნახოთ რა არის. მანდაც ახლა ვიღაცა ისე შოტლანდიელი თუ არ არის, რომ ერთხელ აქ იტალიაში ცოლთან ერთად იყო იმაში, რა ქვია, არდადეგებზე ჩასული, მაშინ ესეთ სკოთური. დაახლოებით ვიცი ვინ შეიძლება. შეკითხვა პირველი. ეს შოტლანდიელი ერთხელ ცოლთან ერთად პოზიტანოს ეწვია. ისე კი დანდიში აქვს მთელი კარიერა გატარებული. შეკითხვა ასეთია. მასე არის წყება, გაგახარეთ. აკაი. ამ კაცმა სერია A-ში 1 სეზონი ითამაშა და 10 გოლის გატანა შეძლო. მისი შედეგი შოტლანდიელებიდან მხოლოდ 61 წლის შემდეგ ბოლონიას ლუის ფერგიუსონმა გააუმჯობესა. ვინ კაცმა? მე მგონი იცის და ფსტატი. იცის. მე თავიდან სკოტ მაკტომინეი მეგონა, არ არის სკოტ მაკტომინეი, რა ხან 61 წლის წინ იყო. წეს უნდა იყოს დენის ლოუ. ეს სწორი წესია. აიღე პირველი ქულა და ნუღარი წუწულებთ. მაგაზე არ მიწუწუნია მე. ტარანტინოზე იყო წუწუნი. ტარანტინო. რამონ ვეგა, ჩემი. ტარანტინო. არა. დავატრიალებთ. რამონ ვეგასნაირი ტიპები თუ იქნებიან ისე რა უნდა. მე მგონი თელ თამაში რაც კი აი როგორ რაღაც გეუბნები იცი 5 პაკეტი ხოდევს იქა და შემდეგ რაუნდში 5 პაკეტია რა თქმა უნდა მე კიდე ხო პაკეტია და ყველაფერში ყველაზე რთული კითხვა ეგ იყო რა მე მგონი შენ შეხვდა მაგის ყველაზე რთული ვიღაცა გავასწორი просто ვიღაცა ჩუვაკია ვიღაცა რა ვიგებ მას რა ხა შეიძლება რთული კითხვა იყო ესე იგი რთული იყო ვიღაცა ტიპი როგორ გავიხსენე ვიღაცა როჟა იყო просто რენდომ ტიპი იყო ხო რენდომ ფეხბურთელი იყო აი იყოს შოტლანდია ბაისთვის გავაგზავნე აიც იქნება გავაგზავნოთ შემდეგი იქ ხა იყოს მაკტომინეი სკოთური კოზანოსტრა აბა ნახოთ მეორე კითხვა რა გვიდევს აქ მაკტომინეის ველოდებით ორივე ეს კაცი ანტონიო კონტეს შესაძლოა ჩელსის აკადემიიდან ახსოვდა ხო და 2024 წლის აგვისტოში კამპანიის ბილეთი მაკტომინეისთან ერთად აუღო ბილი გილმორი სწორი პასუხია არ ჩამირთია წამზომი არ გახდა საჭირო მოდი დავამთავროთ ეგ დავამთავროთ
2018 წლიდან დღემდე სამპდორია ამ სქოთისთვის მე-6 იტალიური კლუბია. თუმცა სერიაში 100 მატჩი ემპოლის მაისურით აქვს ჩატარებული. ჰენდერსონ. სწორი პასუხია. 2-1 საერთო ანგარიში გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. რა ვიცი, თამერთი. აი იყოს აფრიკული ფესვებია ბაიტი. აფრიკული ფესვები. გამოაღე, მადლობთ. განაში დაიბადა და ბიოლოგიურ მამას სურდა შვილს აფრიკული სახელი და გვარი ოდენკი აბი შეენარჩუნა. მარსელ დესაი. ვინ? მარსელ დესაი. დარგინდა კითხვა ბოლომდე მეთქვა. ოდენკი ეგარი და რა ვიციება. ხო შეიძლება ეხლა მეთქვა, მაგრამ მარსელ დესაიმ გადაწყვიტა, რომ და ასე შემდეგ წავსულიყავი. ხო შეიძლება ეს განვითარებული იყო. მითხრა, ხო, მარსორი ეგარი იქნება. თუმცა გაგიმართლა ეს სწორი პასუხია. მიითვალე ქულა. იყოს აფრიკული დავტოვოთ? ბატონო, მეორე შეკითხვა. მამამისი მობუტუ სესე სეკოს აქტიური მოწინააღმდეგე იყო. მედი მაქვს მგონი ვინც არის? რის გამოც ბელგიაში გაქცევა მოუწია მამამისს. 2018 წელს მამამისმა საარჩევნო კამპანია აწარმოა და ბრიუსელის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერი გახდა. მაშინ მისი შვილი უკვე სამგზის ინგლისის ჩემპიონი იყო. ასახელე შვილი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი იყო. ჩასაფრებულია იქით ხვდები? ვეფხვივით. ავაზასავით ხილზე იყოს დოკუ. არასწორი პასუხია. მოგცემ 5 წამს თუ არ გინდა? თუ ჩართე. ჩავწერ. ვისენ კომპანი. ესან კომპანია სწორი პასუხი. 2018 წლისთვის იყო სამგზის ჩემპიონი. უი, რა მე ვიფიქრე ეხლა აი, всё. კი ბატონო, ეს გამოწურთ. ამოწუროთ. ლისაბონის მეტროპოლიაში გაზრდილი ამ მცველის წინაპრები კაბო-ვერდედან არიან. პარიზში ჩასვლის შემდეგ კი სხვა აფრიკელთან ერთად ფლანგებზე მომაკვდინებელი დუეტი შექმნა. აბა გადაიკითხე და წავიდა 10 წამი. ნუნო მენდეში. ნუნო მენდეშია შენი პასუხი. 6 წამში ჩაეტიე სწორი პასუხია. 4-2. ვაგრძელებთ. აფრიკული ფესვები ამოიწურა. საწყო. შენ კი კარგი ის მოგიტანა. ხეირი ამ პაკეტმა. მოდი იყოს აბა კალჩოს კაპიტნები. კალჩოს კაპიტნები. ნახოთ. ვინ დაგვხვდება? ის კითხვა რანაირად ვერ იმოსქენი 2018 წელს რო იყო სამგზის ჩემპიონი. მე ვფიქრე 2018 წელს აწარმოა. მე მაგის მეორე დატოს მაგარია. შეკითხვა. ვინა? ვინაო, არ მომეწონა. კითხვაში რო პირველი ვეგი. სტეფან შვოხის გოლებმა სერია B-დან ვენეცია, ნაპოლი და ტორინო ამოათრია. მაგრამ კარიერის ბოლო წლებში იმ გუნდის კაპიტანი იყო, ვისი ფორმითაც რობერტო ბაჯომ და პაოლო როსიმ სერიაში თავისი სადებიუტო გოლები გაიტანეს. რომელი გუნდის? გავიდა დრო. ფიორენტინა. არასწორი პასუხი 5 წამი გავს. ორი ვარიანტი მაქვს რა და რომელია? დრო. პიაჩენცა იყოს. პიაჩენცა იყოს? იყოს. არასწორია, ახლოს არის. პიაჩენცა. მეორე იგი იყო შენ წარმოიდგინე რა. და გეთქო მე. ჯერთან დარჩა და კიდევ ერთ გულს ართმევდი. სერიოზულად გაიჭრებოდი წინ? ხო. ვინჩენცა პიაჩენცა, იმიტომ გაგამეორებინე ხوار მომეყურა მეთქი არასწორი პასუხი. კალჩოს კაპიტნები გვაქვს, რა ვიცი, თუ გინდა ავტორები. ერთი წუთი. ახლოს კი იყავს. აჰა, ჩავდეფაში და ისინი. წავიდა. მიყოს აბა ტარანტინო ის აბა რა იცი. კარგია, აი. ის საშინელება ხო იყო და ტარანტინოს პერსონაჟები მოედანზე. ტიმ როთს ტარანტინოსთვის ბევრი მადლობა აქვს გადასახდელი. აი ბაიერნის ფანებს კი ამ როთისთვის აქვს მადლობა გადასახდელი, რომელსაც გოლი 3 ევროთასის ფინალში აქვს გატანილი. სახელი ხონია. ამ როთის სახელი. 10 წამი მიდის. ამოიწურა დრო? არ მოხს. სებასტიანი. სებასტიან როთი? არასწორი პასუხია.
5 წამი წავიდა. ერთადერთი სახელი მომდის თავში, არ ვიცი რატომ. ჰელმუტ. არასწორი პასუხია, სწორი პასუხი იყო ფრანც როთი. ვაგრძელებ. ანგარიში დარჩა 4-2, მეც ამასობაში 4 გაფუჭებული შეკითხვა დამიგროვდა. ტარანტინოს პერსონაჟებმა კიდევ არ გაამართლეს და აი მესამე შეკითხვა ნამდვილად ძალიან კარგი იქნება თუ გინდა. არა. არ გინდა. მოდი მიულერები იყოს აბა ეს. მიულერების დინასტია. რეალიდან პირდაპირ ბარსაში წასული ფეხბურთელების რიცხვი არც ისე დიდია. აი ეს ფრანგი მიულერი კი სწორედ ასე მოიქცა, როდესაც 1965 წელს ბერნაბეუდან კამპ ნოუზე გადაბარგდა. ვინ ფრანგი? ფრანგი მიულერი. მე ეჭვება ეს მაგარი კითხვა იყოს. დრო? ერიკი, არ ვიცი. არ არის ერიკი, აბა იქნებ შენ გაარტყა ფრანგულ სახელებში და 5 წამი მე მგონი შენც ისე იყურები. არა, მე ვიცი. რენდომ ფრანგული სახელი გჭირდება ისე ვატყო. ჰანს მიულერი. ჰანს? ფრანგული სახელი მეთქი. არა, რა თქმა უნდა, არასწორი არის. ბარსას ფანები არა ხართ ორივე და. ხომ არა 65 წელს მიულერი, რაღაც უნდა გაეკეთებინებიან ბარსელონაში ტიპს და. კი ბატონო, ეს იყო შემდეგში რო იცოდეთ სხვა თამაშში ოდესღაც რო მოხვდებით ლუსიენ მიულერი. ლუსიენ. ოკეი. დარჩა ჩემ. ჩემი ჯერია ხო ეს. მიულერებიც გვაქვს კიდე. მე არა, მიულერი შეებრუნე. იქნება გერდ მიულერი იყოს. კეთილი არსებები იყოს ამე. ძალიან საყვარელი პაკეტია. კეთილი არსებები გუნდის ლოგოზე. შეკითხვა პირველი. კლუბის ლოგოებზე როგორც წესი მრისხანე არსებებს გამოსახავენ ხოლმე. აი, ლორენცო ინსინიეს, ჩირო იმობილეს და მარკო ვერატის ამ ყოფილი კლუბის ლოგოზე კი დელფინი გვხვდება. ესკარა. სწორი პასუხია, მიითვალე ქულა. ვიყო. შენც იცოდი. 5-2. მოიკაბან გავარდა. დარჩეს? დარჩეს. დაარსებიდან დღემდე ბუნდესლიგაში 58 კლუბს აქვს ნათამაშები. მათ შორის მას, რომელმაც ლომების და არწივების ქვეყანაში ლოგოზე ზებრა გამოსახა. Duisburg. სწორი პასუხია. ამოვწუოთ. ბოლო პასუხს ეს წამზები გავუქმდა საერთოდ დავდებაგერ ბატონო. აჰა, მესამე შეკითხვაც ამოვწუროთ? კი ბატონო. არავინ იცის რა მოვლენებმა გამოიწვია კენგურუს მოხვედრა ცენტრალურ ევროპაში. მაგრამ ფაქტია, რომ ის 1905 წელს დაარსებული ამ ჩეხური კლუბის ლოგოზე გვხვდება. ბოჰემიანი ჰქვია მე მგონი. ბოჰემიანსი. სწორი პასუხია. კეთილება. 6-3. 6-3 ანგარიში. მოდი იყოს აბა ჩვენი ეროვნული გეოგრაფია, ნახოთ რა. ჩვენი ეროვნული გეოგრაფია. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტი 10 მატჩი ამ სტადიონზე აქვს ჩატარებული. იქ ბოლოს 2011 წელს ვითამაშეთ. რომელ სტადიონზე? დრო? ტირანას სტადიონია, სავარაუდოდ. ალბანეთის ნაკრების სტადიონი ტირანაში. არა. არასწორი პასუხი. არასწორია. აბა შენ 5 წამი? დრო? ვიცით თვითონ ჩივისთან თამაშით. დრო. არ ვიცი. არა. მოლდოვა. დარსა ჩემთან. მოლდოვა. ეს იყო კისინო. ტაკალი. აუ ბიჭო, ტაკალიზე ვფიქრობდი, ამის დედავატირედო. მალტა. ტაკალიზე ვფიქრობდი და რა. 6-3 გვაქვს ანგარიში ჩვენი ეროვნული გეოგრაფია პაკეტი, რომელიც ბოლოს ამოვიღეთ დავტოვოთ თუ დავაბრუნოთ. არ მინდა შეებრუნეთ. დავაბრუნოთ მაშინ და გადავხედოთ რა დაგვრჩა. ტარანტინოს პერსონაჟები მოედანზე. ერთი შეკითხვა კიდია, ერთი შეკითხვა. კიოსკის კროსვორდის კითხვები, რომელსაც გეშინიათ, რადგანაც კონკრეტიკა არ გვაქვს. კალჩოს კაპიტნები გვაქვს, დამხმარე მწვრთნელები გვაქვს, ემიგრანტის სიმღერა გვაქვს, მიულერების დინასტიაშიც დიდად კარგად ვერიარეთ და ასე რომ აარჩიეთ დარჩენილებიდან რას მოდი გადაწყვეტთ რომ უპასუხოთ. თემა? ემიგრანტის სიმღერა გვიჭოთ. ემიგრანტის სიმღერა. ეს ეკვატორელი გვინეელი ესპანეთში დაბადებული პირველი შავკანიანია,
რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშა. თანაც ეს ძალიან გვიან 33 წლის ასაკში შეძლო, როდესაც უკვე მალიორკას ფეხბურთელი გახლდათ. ვინ იყო ეს ადამიანი? ერთადერთი ეგეთი ტიპი ვინც მოხსენდება ომარ მასკარელი? არასწორი პასუხია, მოგცემ 5 წამს. ამინდა დონატო. დონა არა. არა? არა. ყოა. სხვა ვარიანტი მეც არ მექნება დონატოს უპასუხებ. არა, არ იყო სწორი? ეს იყო ვინსენტე ენგონგა. გახსენდებათ ეგ? კი. ბუნდობა. ენგონგა. ენგონგა ყოფილა პირველი. დარჩა ჩემთან ეს შეკითხვა. კიოსკის კითხვები მანახელა ერთი რა. კიოსკის კითხვები. ამ გმირის სახელობის კლუბები ალმელოში, სალონიკში და ალიკანტეში თამაშობენ. ჰერკულესი ჰერაკლე. ალმელოში ჰერაკლე არის. არჩენების გახსოვს რა ქვიათ? ჰერაკლე, ალმელოს ჰერაკლე, ალიკანტეში ალბათ ჰერკულესი. პასუხი უკვე სწორია, უბრალოდ მაინტერესებს ყველასთვის. სალონიკი. ირაკლესი, ხო? კი ბატონო. სწორი პასუხია. ჰერაკლეს სახელობის კლუბებზე იყო საუბარი. ხო არ გინდა კიოსკი, კარგი რა მოხდა. არ გინდა? ეს შენ ციცოდი დაწმუნებული. კი, იყოს. დავტოვოთ? კი. ილიას გადაწყვეტილებით თემა რჩება კიოსკის კროსვორდის შეკითხვები. ბრონბიუს გარდა ეს კლუბი ერთადერთია, სადაც ორივეს მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპებს უთამაშიათ. ბრონბიუს გარდა უნდა გაიცე. ეს ბრონბიუ იცოდი? დრო. თან კლუბი ხო ზოგადად. მაი არ ვიცი ზუსტად რა. მე მგონი ვიცი რა არის, მაგრამ აიაქსი. ეგ არის. სწორია? მითვალე. აიაქსი. როგორ აი ესე რენდომ თქვი თუ როგორ? არა, ის დაუშვირო ეს მიქაელი მახსოვდა რომ იყო და ბრაიანზე არ ვიყავი დარწმუნებული. მან დაამთავრა. ხო, მაგრამ როცა ასე ხარ, რა თქმა უნდა, ეგ უნდა გეთქვა ყველა ვარიანტი. თუ სხვა მიქაელზე ხა ფიორენტინას ეწოინებოდა და მილანიც და მილანის ბრაიანია. კი ბატონო, ასია თუ ისე აიაქსის სწორი პასუხი გამოდგა. მოდი დავამთავროთ. სხვა ისეთ თემებია რომ დიდად მინდა რომელიმე როგითა მოგატყუებდა. მაშინ დავრჩეთ კიოსკში. 2011 წელს, რატო? ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორივე ბენჩზე მხოლოდ ერთი ოქროს ბურთის მფლობელი იჯდა, რომელმაც კარიერა მალევე სტოკ სიტიში დაასრულა. სამი წამი? რა? მაიკლ ოუენი. მაიკლ ოუენი. შენ ქონდა რამე ვერსია? მაგრამ მაიკლ ოუენი სწორია. სწორი პასუხი. აგარწმევდა. ორი მენა ოდიში ყველას მაგ გამოვიღე ეს იმიტომ რომ აი არ მახსოვდა ნახდათ რა. აი ნახდათ არ მახსოვდა. პროსტა ისე იმას რომ გადახედები ვაფილიყო თქო. ქულის ფასი ძალიან დიდია. არა, ეხლა ეს არა, ხობარაკო. იყოს გამოვიღოთ ბოჯელი ჟანდა. დამხმარებლები იყოს, ხო? დამხმარე მწვრთნელები არ ქონია ეს პაკეტი როგორც მახსოვს პირველად უნდა გავხსნათ. ნახოთ ხაბარა. ნახოთ. ეს ინგლისელი მილანის მერე კარლო ანჩელოტის თითქმის ყველგან ახლდა. ახლაც ბრაზილიის ნაკრებში მისი ასისტენტია. ინგლისელი ხო? მე მგონი ეს კაცი, ვისაც მე ფიქრობს სვანსიდაც წვიდა. პოლ კლემენტი. სწორი პასუხია, მითვალე. ვაუ. ოშო. იცოდი? არა, რა პოლ კლემენტი ვარ მოზიარო. ის თუ დაგაბოდი ყო ეს რა არის წარმოიდგინე. კალჩოს კაპიტნები იყოს ამ. კალჩოს კაპიტნები დაგვრჩა. 2 წელი. ეს ფორვარდი ლაციოს 2008-2013 წლებში კაპიტნობდა. თუმცა სამკლავურის მიღებასთან ერთად გოლების გატანას უკლო. ლაციოს კაპიტანი იყო, ხო? 8-13 წლები. დრო? მიროსლავ კლოზე? არასწორი პასუხია. გაქვს 5 წამი. წავიდა. 2013 წლებში. თავს მინდა უსწრებს რა. დრო. აუ, ისო. რა წამი? ვერ ვიცი. ორი. მატრი პროსტა იყოს მატრი. არა. ტომასო როკი.
არ გახსოვთ ეგეთი ფეხბურთელი? არა, როგორ არ მახსოვს კაცო, როკიც მახსოვს, ბროკიც, მაგრამ ესე რომ რიათ ტემპლებში კაპიტანობდა 5 წელი. წვანი იყოს ისე დამხმარე. კალჩო? არა, დამხმარე მწვრთნელები რაღაცა კეთილად განეწყვე შენ მაგის მიმართ დამხმარე მწვრთნელები. მოგიტანს თუ არა მეცხრე გულას, აი ახლა ნახავთ მაგ ამბავს. ნიუელის ძველი ბიჭები სამშობლოში მისი ბოლო სამსახური იყო. დღეს არსენალში მიკელის დამხმარე მწვრთნელია. წავიდა. ანუ უნდა აგეღო? ნაუჩემი. ფერიხსენ, ექტუთი. მათიცამი გავიდა? გავიდა. მარტინო, просто ვიცი რომ არა. ჩაგირთო თუ არ გინდა? გაბრიელ ჰაინს. სწორი პასუხია მიითვალე. გაბრიელ ჰაინს. დამხმარე მწვრთნელები კიდია. ნახე პირველი როგორ არ მოგეწონა, მეორე როგორ მოგეწონა. რა გამეწყდა? ყველა ამ კატეგორიაში ისეთი კითხვები იყო. აი, არც ერთს აღარ მინდა რა. მაგრამ ხიბლი თქვენთან მოთამაშეებში არის ის, რაც ზემოთ თქვი. აი იქიდან გამოძრობილი შეკითხვების პასუხები. აი მოიდა ტარანტინო. ტარანტინო ბოლო ორჯერ შენაიჩიე, ხო? ერთხელ დატო. და ახლა გამოვიცნოთ დარწმუნ. ერთხელ მეცავიერებ რაღაც. ეგრე ხდება ხოლმე. ჰიპების ზიზღი კლიფ ბუთი, გახსოვს? კი. ბრედ პიტის ერთ-ერთი საუკეთესო როლია. აი მისი მოგვარე ეს ბუთი კი 2010 წლის მუნდიალზე სამხრეთ აფრიკის განაცხადში ერთადერთი თეთრკანიანი იყო, რის გამოც კონფედერაციის თასიდან მოყოლებული პრესის ფურცლებიდან არ ჩამოსულა. აი ის უნდა გაიხსენო. 10 წამი. არა, ანუ პირველი ორი ვითკითხვა არის? კი. ხო. ანუ ალბათ. გავიდა 10 წამი. რუდი რა ვიცი, ბრუდი, რუდი. თითქოს არ ვინერვიულებდი მე მგონი, იმიტომ რომ ილიასაც ისეთი სახე აქვს რომ. არა, მე ვერ ვიღებ ჩემს ასტორე ახლა. იმაზე კი არ ნერვიულობა ილია წამართმევს თუ, ამრავაც მაჯერ მოვიგებ. აი შეერთი კაი სახელი რამე. მოდი CPV იყოს ჩაბალავს პატივსაცემად. იმდენ არ ჯერა რომ მე დამიდო. რაღაცა ის ექნება ჰოლანდიური სახელი ექნება. შვედიერი კარგი სახელი ქონდა, ისეთი როგორც არის მეთიუ. მეთიუ ბუთი. ბიჭო, ნუ აი 35 წელია გასული, როგორ შეიძლება მახსოვდეს ეგ ტიპი. ვიღაცა რენდომ ტიპია პროსტა. არა და ბუთი რო თქვი ბიჭო გამიხარდა, მეთქი ან ჰანსიორ ბუთია, ან დაჟე ის რუსი რო იყო ბუთი იმაში. იაშ კაზაკობიაშვილის თანაგუნდელი იყო ფრაიბურგში, მეთქი გებექაა და სამხრეთ აფრიკა რო თქვი აი ჩამომენგრა ყველაფერი, რა კოშკი ავაშენე თო. დამენგრა ყველაფერი თავზე. 8-6. ისევ და ისევ 8-6 და დამხმარე მწვრთნელები გამიმზადა აგერბატონო ილია მამას. დამხმარე მწვრთნელებიდან ბოლო შეკითხვა ასეთია. ჟოზე მოურინიო თავისი ასისტენტებისთვის ყოველთვის გადაშლილი წიგნი იყო. მისი ერთ-ერთი ყოფილი დამხმარე დღეს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. აუ, შოტლანდიას წვნის. დრო. აი, ნუ გარკვეულზე იყოს კარაკა. არა. გააქვს 5 სახს თუ გინდა. ბიჭო, მოგაცეთ. გავიდა ეგ შენ 5 წუთი. არბელოა. ასისტენტი არის ხილიაში, არა კაი. არ ვიცი ვინ. პასუხს და თქვენი კომენტარი არ გამიგვარცებთ ის. სტივ კლარკი, გავიგეთ, ჩუვაკია. სტივ კლარკი. ეს იყო სწორი პასუხი. მე ვარ დებილი, რატო ახლა გეტყვი, ნახე სტივ კლარკი შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი. კაი ხანია არის იდეაში, იმიტომ ჩვენთანაც რო ვითამაშეთ სტივ კლარკი იყო, მაგრამ მე მეგონა რომ გაუშვეს ეგა და ვიღაცა ამის ასისტენტი იყო, არ ვიცოდი, ანუ. დარჩა ასისტენტად. არა, კლარკი მოურინიოს ასისტენტი იყო, არ ვიცოდი. აი, მე მეგონა რომ ხალხი ვიყავდა შოტლანდიაში. მოდი იყოს, აბა ემიგრანტების სიმღერა იყოს. ემიგრანტების სიმღერა იყოს. 1970 წლის მუნდიალის გარდა ამ ნაკრებს დიდი ტურნირი არ უთამაშია, რაც ასბესტიდან რეპატრირებული მორდეჰაი შპიგლერის დამსახურებაა, რომელმაც მექსიკაში მუნდიალებზე ამ ნაკრების ისტორიაში იმ ერთადერთი გოლის გატანაც შეძლო. აი, რაღაცა სიტყვები ლაპარაკე რენდომ. მაგრამ წესით უნდა იყოს ისრაელი. ყველა წესით? წესით ისრაელი. შპიგლერი რავი. ისრაელის სწორი პასუხია. გეთვლება. თებო ნახოთ. აღარ თავაზობ მე დარჩევს მეთქი ეს, იმიტომ რომ აღარ მინდა პასუხისგებლობის აღება. დარჩავი. ძალიან დაიძაბა თამაში. 8-7-ია. დიახ, 8-7-ია. აი ეს გეოგრაფია იყოს აბა ერთი, რავი, არ ვიცი. ჩვენი ეროვნულის გეოგრაფია. ხო, იყოს ეგ. შეკითხვა.
ჩვენს ეროვნულს გერმანიის 9 ქალაქში აქვს ნათამაშები. 3 ქალაქში მასპინძლებთან ვითამაშეთ. 4-ში ევროს მატჩები ჩავატარეთ. ალტენკირხენში ახალმა ზელანდია მოგვიგო, მაგრამ თუ გაიხსენებ, ვის ვეთამაშეთ მაინცში ქულაშენია. მაინც იყო ის ბოლო ქალაქი ჩამონათვალში. 10 წამი წავიდა. მაგრამ ვის ვეთამაშეთ? დრო გავიდა. პასუხია? ვიცი, ავსტრია იყოს. არა. 5 წამი წავიდა. თან თქვა. მაროკო. არც ეგ არის სწორი პასუხი. სწორი პასუხი იყო ირლანდია. ომის მერე რო ეთამაშეთ. დიახ. ეგ ვიფიქრე სხვათა შორის, მაგრამ მაინც არ მახსოვდა. მე მახსოვდა ავტომატურ სხვაგან ვითამაშეთ. რომელი ავიღოთ? მიგრანტები. ემიგრანტის სიმღერა. 80-იან წლებში უოტფორდს 2 იამაიკელი ემიგრანტი ჰყავდა, ჯონ ბარნსი და ლუთერ ბლისეტი. ლეგენდის თანახმად, იმ იტალიური კლუბის სელექციონერებს ბლისეტი ბარნსში აერიათ და ასე გაატარა ლუთერმა ამ გუნდში 1983-84 წლების სეზონი, სადაც საკულტო ფიგურა გახდა. ამ გუნდშიო 10 წამი წავიდა. აბათ მსგავსი ისტორია რომელიმე გუნდთან თუ იკავშირდება გონებაში. რანა მესიანდება ფიგურას ამოიწურა. ხუდინეს. ასტორია. გაქვს 5 წამი. ლუთერ ბლისეტი მახსოვს რომ იყო მილანში და მილანია. მილანს პასუხობ? ანუ რომ ეკითხები, მე მეკითხები. მილანს პასუხობ რა ვიცი. მადრო დაიტაკუნებული ხარ მაგმაი. დაიდე. მილანის სწორი პასუხია. გათავდა ნახსი როგორც იქნა მეცხრე კულა აიღო. აუ და ეხლა. მილანი. კალჩო იყოს. კალჩოს კაპიტნები. კალჩოში რა არის? კალჩოს კაპიტნები. სერია A-ში დღეს გამოცდილ კაპიტანს იშვიათად თუ ნახავ, მაგრამ ეს ნიდერლანდელი ატალანტაში უკვე მე-10 სეზონს იწყებს. და კაპიტანია ხო? აი, რა ქვია? რა? რა ქვია იმ ტიპს და ვერა დრო ამოიწურა. შარაზრი არა ხო? 5 წამი. დერონი. მარტინ დერონი. კი ბატონო, სწორი პასუხია. სერიოზული ნაბიჯი გადადგა ამ ხულის ართმევით. რაუნდის გადარჩენისკენ. ორი კითხვა დაგჭა. მართლა ორი კითხვა დაგჭა? ჩემი პაპა კარლოს ხუთი როგორ ამომიწურეს პირველად ცხოვრებაში. იყო მიულერები და გეოგრაფია დარჩა. ორი შეკითხვა დარჩა. მოდი ეროვნულის გეოგრაფია იყოს, არ ვიცი, მიულერები ისეთები იყო, რომ მესამე თუ მარტივია, აზე იყოს ეროვნულის გეოგრაფია. ანუ 9 გახდება თუ აიღე. ხო. და დაგვრჩება და მე დავიღო ერთი. ბოლო შეკითხვა. ხო მიულერები უნდა დავიღო აუცილებლად, თორე წავედი. რომელსაც შენ ვეღარ აიჩებ იძულებული იქნება გაიგო. საქართველოს ნაკრებს ქვეყნის შიგნით თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში უთამაშია. ნაკრებს. გაიხსენენ მე-5 ქალაქი, სადაც ეროვნულმა 1992 წელს. სწორი პასუხია. აიღო 9-9, ეგეთი არაფერი მინახავს, მაგარი თამაში წავიდა. კალჩოს კაპიტნები და დიპილი. ყველა მეთანხმებით ვინც მიყურებს დარწმუნებული ვარ. და არაფერი ასაკჭები, ბოლო შეკითხვა. მიულერების დინასტია, ეს არის ბოლო შეკითხვა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გამარჯვებული ან ფრე, რაც შენ არ გაწყობს. თუ ვერცეთ ვერ იღებს, რჩება ფრე და თამაში მთავრდება. და ტატო იღებს 2-0-ს. თუ ტატო იღებს, თამაშს იგებს, ფრე. ტატო იგებს, თლიან თამაშს, ასე რომ შენი მოსაგებია. იმისთვის რომ თამაში გადაარჩინო და გააგრძელო. ბუნდესლიგაში გამტანთა სტატების უმეტესობა რობერტ ლევანდოვსკის ჯიბეში უდევს. მაგრამ ერთ მატჩში 6 გოლის გამტანის სტატუსი დღემდე ამ მიულერის საკუთრებაა. 10 წამი. დიტერ დრო ამოიწურა. ეხლა როგორ თქვი დიტერ, რამე გაგახსენდა თუ უბრალოდ როგორც წეღან ვიხუმელეთ რამდენჯერმე რენდომ გერმანული სახელი გერდ მიულერი ეხლა არ იქნებოდა და რა ვიცი მეორე მიულერი დიტერი ვიცი და დიტერ მიულერი იცი ესეთი ფეხბურთელი თუ უბრალოდ გერმანული სახელი ტოპსკორერი გახდა 76 წელს ევროპის რა უნდა იყოს ეგ უნდა იყოს არ ვიცი ეგ თუ არა მაგრამ წეს ეგ უნდა იყოს უაღანე ლოგიკით ეგ უნდა იყოს
რატო აფუჭებ ემოციას, რომელსაც მე ვძაბავ ხოლმე? მართალია გადარჩენილია. ამ რაუნდის მოგებით თამაში ჯერჯერობით გადარჩენილია. საერთო ანგარიში 2-1. გადავდივართ მეოთხე გადამწყვეტ რაუნდზე. შესაძლოა პენალტების სერია დაგვჭირდეს, ჯერ არ ვიცით. გამარჯობა, ჩემი სახელია. ანგარიში 2-1 წინა რაუნდის გამარჯვებული და თამაშის ჯერჯერობით გადამრჩენელი ილია ირჩევს 1-დან 5-მდე 1 ციფრს იმისათვის რომ ვითამაშოთ მეოთხე რაუნდი. გამარჯობა, ჩემი სახელია. 1-დან 5-მდე. პირველი იყოს. პირველი. თქვენი თემა მეოთხე რაუნდისთვის არის. კარგი თემა. ჩიტები და დიდი კატები. მეც სახელები გუნდების თვალებს ისე აფახულებთ, რომ მე მგონი განმარტება დაგჭირდებათ, რაზე არის საუბარი. მოდი მაინც ვიტყვი განმარტებისთვის, თქვენ შეიძლება ნაკლებად გამოგადგეთ თუ მეტად არ ვიცი, მაგრამ ჩვენს მაყურებელსაც ვეთქვი. აქ არის შერეულად კლუბებიც და ნაკრებებიც, რომელთა სიმბოლიკაშიც შევხვდებით ჩიტებს და დიდ კატებს. დავიწყოთ. მოემზადეთ. შეკითხვა პირველი. ციურიხივით შვეიცარიის გერმანულ ნაწილს ვეკუთვნი. ხო და ამიტომ ნამდვილი ლომი ოტმარ ჰიცფელდი ჩემი ფეხბურთელი იყო. ქვეყნის ჩემპიონი ერთხელ გავხდი. თასი სამჯერ მოვიგე. ამიტომ ვერც ბაზელი და ვერც გრასჰოპერსიც ვერ ვიქნებ. მესამე მინიშნება ძალიან აადვილებს. ჩემი ფორმით 4 ქართველს უთამაშია. ბოლო 2 ვაკოგვილია და ოთო კაკაბაძე იყვნენ. მინგუნიც. აბასწადე. გამარჯობა. შენი ჩემი სახელია? სახელია კაკაბაძე, მაგრამ იყო ლუცერნი, შეიძლება იყოს ლუცერნი. გამარჯობა, შენი სახელია ლუცერნი +10. სწორი პასუხი. ესე უნდა იყოს. ჩემზე კარგად გახსოვს. ესე იგი, კარგად უყურებ ხოლმე ამ თამაშს და იმიტომაც აიღე პირველი შეკითხვა. შემდეგი, შეკითხვა მეორე. ჩემს ლოგოზე ლომი ქალაქის გერბიდან მოხვდა. თუმცა ჩემი აღზრდილი მონრეალი, ასპილიკუეტა და ალმუნია ჩემი რამდენად ლომები არიან? გამარჯობა, ჩემი სახელია ოსასუნა. დიახ, სწორი პასუხია 10-10. შეკითხვა მესამე. თანაბრად მივდივართ. ერთ-ერთი პირველი გუნდი ვარ ინგლისში, ვინც შავკანიან ფეხბურთელებს გზა გაუხსნა. რეჯისი, კანინგემი და ბატსონი საკულტო ტრიო. გამარჯობა, ჩემი სახელია ვესტ ბრომიჩი. ვაუ! ვესტ ბრომიჩი, სწორი პასუხია, მითვალე. 30. საფეხბურთო ჰერალდიკაში სამფეხა ყვავს ალბათ სხვაგან ვერსად შეხვდებით. მაგრამ როგორც ყველაფერში, აქაც ჩემი სტილი და ჩემი ხელწერა მაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად საფრანგეთში ვითამაშე, სადაც არგენტინამ იამაიკამ და ხორვატიამ მათრიეს. გამარჯობა, ჩემი სახელია იაპონია. იაპონიის ნაკრების სწორი სახელია სამფეხა ყვავით. ინებეთ. თანაბრად ისევ 20-20. City Football Group-ის სინდიკატის წევრი ვარ. მაგრამ City ჩემს სახელში ჯერ ვერ ჩატენეს. გზაზე ბევრი არგენტინელი დამიყენებია, მაგრამ ჩემს სეხნიას ჩემთან არასდროს უთამაშია. წელს პიპო პიზადან მოვქაჩე, რადგან სერიაში დაბრუნება ძალიან მინდა. პიპო პიზადან მოვქაჩე, მესმის რომ ვერ რისკავთ დარწმუნებულები თუ არ ხართ მინუსის შიშით. რადგანაც ხელსავეჭოთ მე შემიძლია კიდევ ერთხელ წავეკითხო. City Football Group-ის სინდიკატის წევრი ვარ, მაგრამ City ჩემს სახელში ჯერ ვერ ჩატენეს. გზაზე ბევრი არგენტინელი დამიყენებია, მაგრამ ჩემს სეხნიას ჩემთან არასდროს უთამაშია. არგენტინელ სეხნიაზე ლაპარაკი. პალერმო? ეგ არის ვერ გავედი რა. და ბოლოს როგორც იქნა, ეს იყო ყველაზე კარგი გასასვლელი და შეც მაგას ვცდილობდი ზუსტად ვიცი რომ პალერმოზე უნდა გასულიყავ. City Football Group-ი. კარგი იყო. City Football Group-ი არ მაქვს. ოჩაღორივეს. 30-20. შემდეგი შეკითხვა. მკერდზე ანდების კონდორი მაქვს გამოსახული. რაც ჩემი გეოგრაფიიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის. მუნდიალებზე სამჯერ ვითამაშე, ბოლოს ამერიკაში. როცა მარკო გამარჯობა. ბოლოს ამერიკაში? გამარჯობა, ჩემი სახელია ბოლივია.
შენისახელია ბოლივია. კონდორი აქვს ბოლივიას? არ მახსოვს. ამერიკაში ბოლოს ბოლივია იყო. სწორი პასუხია, გათანაბრდა ისევ. ბოდიში კუბანის ამბობდი? ხო. კი, მაგას ამბობდი მარკოზე შემოწმებული. აი, რომ მარკო რო გავიგე დამეხმარა ძალიან. შეკითხვა. იყო დრო ლოკომოტივი მერქვა, მაგრამ ახლა ქალაქის სახელს ვატარებ. ევროთასებზე ჩემი პირველი გამოჩენა 1995 წელს უკავშირდება, როცა UEFA-ს თასზე ვარდარმა ორივე თამაში მომიგო. უფს, მეგონა დაარტყავდით. საქართველოს ჩემპიონი ერთხელ გავხდი. გარდამავალი ჩემპიონატის თასი. თასი, ვაიმე თასი. ვეღარ გეტყვი. თასი, დებილი ვარ. სამტრედიაზე დავარტყი და თასიც მოიგეს? შენი პასუხია? გამარჯობა, ჩემი სახელია. სამტრედია? ეგარი. თასი რატომ მაგარ ჩემპიონატზე წავედი და თასიც მოიგეს არ მახსოვს. ჩემპიონატის თასი ბუდუმ იმერეთში წამოიღა, ასე უნდა მეთქვა და სამტრედია სწორი პასუხია. ეგ არის, სწორი პასუხი იყო, სულ ინერვიული. ათა ერთად აქვს მოგებული და უცბად იმას კი. დავიბენი ცოტა ბოდიში. იმ კანონების მიხედვით, რომელიც თქვენთან დამიწესეთ, ეხა შეგვიდა. შემდეგი შეკითხვა. ბატონო ვახტანგ. მე არწივი ვარ და ქალაქის ბურჟუა მწვანე ლომები მებრძვიან. მეორე რაივალი ჩრდილოელ დრაკონთან მაქვს და მაგ კლუბმა მაგრაცა. ჩემი ფეხბურთელები ყოველ წელს ისე იყიდებიან. სპორტინგი, კი საფუძველი. და ვასრულებ შეკითხვას. ყოველ წელს ისე იყიდებიან. ამდენი ფული სად პორტუში წავიღო აღარ ვიცი. შეიძლება შენს გამიგოს? არა, ბენფიკა. ბენფიკა სწორი პასუხია. 40 შენ გახდი სამწუხაროდ ეს შენ თვითონვე გადაატრიალე. 40-ით 30-ია. ჩვენ წინ გვაქვს 2 შეკითხვა დარჩენილი და 1 გადამწყვეტი. ბოლოს წინა შეკითხვა. თუ დამატებითი შეკითხვა არ დაგხვირდა, რა თქმა უნდა. ტატო თუ იღებს, იგებს. თამაშსაც და რაუნდსაც. ჩემი მაისური ფეხბურთში უნიკალურია. ლოგო მკერდის ნაცვლად მუცელზე დიდად მახატია. ჩემი თანალიგელი ტიგრესიც დიდი კატაა. მაგრამ მე გამარჯობა, ჩემი სახელია პუმასი. უნამ პუმასი სწორი პასუხია და თამაში მოგებულია. ეს იყო სწორი პასუხი 3-1 საერთო ანგარიში. დიდი მადლობა, კარგი დაძაბული და ძალიან მაგარი თამაშისთვის. შემდეგ ეტაპზე მეოთხე ფინალში გელოდებათ აფსონასა და ბინას შორის გამარჯვებული. არ იქნება მარტივი ბრძოლა, ისევე როგორც აქ არ იყო. არ იქნება არც იქ და არც აქ იყო. მადლობა კარგი თამაშისთვის. მადლობა შენ კარგი წაყვანისთვის და მადლობა ილიას ძალიან მაგარი თამაშისთვის. ეხლა რომ გადავხედოთ, ძალიან აი ოდნავით მაქვს მოგებული, ყველა რაუნდიაც მოვიგე და მაგიტო ძალიან რთული იყო. მართლა მაგარი დებიუტანტი იყავი, მადლობა ძალიან კიდევ. მადლობა. ეს თამაში თუ გაგრძელდება რაღაც პერიოდი წლები რა, მაგალითად ხო ვიღაცებზე რომ ამბობენ ხოლმე ვამინი ამალი ოქროს ბურთს მოიგებს. კი ბატონო. ეგრე შემიძლია თქვა, არა, ლაპარაკობ მოიგებს ამ თამაშს. შეიძლება შემდეგ სეზონში ან მის შემდეგში თუ იქნება რა თქმა უნდა, ეს მშვენიერი პროექტი შემდეგ წლებში. დიდი მადლობა. ეს მშვენიერი პროექტი არის მაგიდის დერბი მეოთხე სეზონი ბეტსონ სპორტზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი რომ არ გამოგრჩეთ კარგი დაძაბული ხიარული თამაშები. დროებით. გამიმართლა. მოვუგე. მაგრამ შეიძლება ბოლო გულაობაა ჩვენი ყველასი, იმიტომ რომ ის ადგება და შემდეგ წლებში ყველას მართლა მუხლზე გადაგვიმტრევს. გაბუროს თქმის არ იყოს თელავის შესარჩევის დროს თქვა, იმიტომ რომ ძალიან მაგარია და თან ასაკს ისეთშია, რომ ამ ასაკში ამდენი ინფორმაცია, ანუ twin ხო ხარტი აქვს და აზროვნებს ძალიან მაგრად და გარდა ამისა ინფორმაცია აქვს ძალიან ბევრი უკვე ამ ასაკისთვის და რავი, კლუბის წლებში არ მგონია რომ მოუყოლოს მაგალ თვალსაზრისით პირიქით მოვუმატებს, ასე რომ შეიძლება ბოლო ჯერ გაგვულავებს წელს. ძალიან მაგარი შეგრძნება არის მართლა აქ როცაზე ხარ. ცოტა დაღლილიც ვარ, ცოტა და ნასიამოვნებიც ვარ აქ რომ აქ მიმიღე შანსი რომ მიმიღო მონაწილეობა. და ნუ ჩემი თამაშით სიმართლე ვთქვა უკმაყოფილო ვარ მაინც. თან ის ბოლოში ისეთ რაღაცას დავუშვით მასზე სამ დამეშვა, მაგრამ შეიძლება უყურადღებობის თუ გამოცდილების ბრალია, ეგ უკვე არ ვიცი. ანუ იმედი მაქვს კიდე მივიღებ აქ მონაწილეობას. რა იყო ესა რა, ბოლოსკენ გაგიცინდა. არ მიოსება ის ბინფიკა რა, არ მიოსება რა. არა ნათქვამი იყო. კითხვა იწევლა არ წივი ვარო. არც და გამცივდა ვერ გავიგე და ამომივარდა თავი. ყოლატო
ვერ გამიცანი ამდენი ხანი. დავით და ვახტანგ. ცალე გიორგის ჭინავა და ბორისის ჭინავა. რო შეგვშლა და გასაგდებები ვიქნებოდი.